ფულს ყოველდღე ისევ ხარჯავთ, არც კი ვფიქრობთ, რატომ მივანიჭეთ მას ღირებულება, ან რა დრო დაგვჭირდა სანამ მეტალის ან ქაღალდის ნაკეთობას სავაჭროდ გამოვიყენებდით. ამბავი დიდი ხნის წინათ დაიწყო. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, რამდენიმე ასეული წლით ადრე. ადამიანები ერთმანეთში უხსოვარი დროიდან ვაჭრობდნენ. მეთუნუქე, ჭურჭელს, ქსოველს სამოში უცვლიდა და პირიქით მჭედელი კიყასავს ხორცის სანაცვლოდ ნაჯახს თავაზობდა. მებადურს გასაცვლელად ბაზარზე თევზეული გაჰქონდა. კაცობრიობას თანდათან ღირებულების საზომი ერთეულის შემოღების იდეა გაუჩნდა. მოიფიქრა და მას ფული უწოდა. ძველი მსოფლიოს სახელმწიფოებში ის განსხვავებული იყო. სამკაული, ძვირფასი მეტალის ზოდები, მარილი, შინაური ცხოველი თუ ფრინველი, საბრძოლო თუ სამეურნეო იარაღი, თვები, ნიჟარები, კაკაოსა და ყავის მარცვლები, ზოგჯერ გადახდის საშუალება იყო მონა. ეს ხანგრძლივი ისტორიული მონაკვეთი, ეგრეთ წოდებული ბარტერის, სასაქონლო ფულის ხანად არის ცნობილი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნის 70-იან წლებში ჩინელებმა გასაცვლელი საგნების, საბრძოლო თუ სამუშაო იარაღების მინიატურული ანალოგების ბრინჯაოში ჩამოსხმა დაიწყეს და დროთა განმავლობაში ამ ნაკეთობებს მრგვალი ფორმები მისცეს. მერე კი კაცობრიობამ გადახდის საშუალებად ლითონის მრგვალი ფორმის ნაკეთობა შემოიღო და მას მოგვიანებით მონეტა უწოდა. მონეტა ლითონის ფულია, განსაზღვრული სინჯით, წონით, ფორმითა და ღირებულებით. პირველი მონეტები ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ახლანდელი თურქეთის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მდებარე მცირე აზიის სახელმწიფოში ლიდიაში მოჭრეს. ეს საფასეები ოქროსა და ვერცხლის შენადნობისგან, ელექტრონისგან მზადდებოდა. ქრისტეს შობამდე მე-6 ასწლეულის შუა ხანებში მონეტები ბერძნულ კუნძულზე ეგინაზე მოჭრეს. მერე ჩვენი დროც მოვიდა. ძველი წელთაღრიცხვის მერვე მე-6 საუკუნეები. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო. აქ სხვა ხალხებთან ერთად ბერძნები ცხოვრობდნენ. ეს ტერიტორია დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფოებით იყო მოფენილი. ბერძნები ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებზე ახალ ქალაქებს, კოლონიებს აარსებდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პროცესმა ძველი კოლხეთის ტერიტორიაც მოიცვა. შედეგად კოლხეთის სამეფო ეკონომიკურად გაძლიერდა, საქონელ წარმოება და საგარეო ვაჭრობა განვითარდა. ყოველი დიდი თავგადასავალი პირველი ნაბიჯით იწყება. ჩვენის ქრისტეს შობამდე მე-6 ასწლეულში გადავდგით. კოლხეთში ვერცხლის მონეტა მოვჭერით. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს საფასეები კოლხური თეთრის სახელწოდებით არის ცნობილი. ასე იქცა საქართველო სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერად. მას შემდეგ ჩვენი სამშობლოს ისტორია ლითონზეც იწერება. მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლი ქართული ფულის თავგადასავალი 30 ამბავი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ჩვენი მიზანია გიამბოთ ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. პროექტი 30 სერიისგან შედგება. მათი რაოდენობა საიუბილეო თარიღის გათვალისწინებით განისაზღვრა. ყოველი ფილმი ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს, სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოვლენას ეთმობა. სერიების ერთობლიობა წარმოაჩენს განვითარების რა და როგორი გზა გაიარა ქართულმა ფულმა, კოლხური თეთრიდან ლარამდე. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნე. პირველი ქართული მონეტა, კოლხური თეთრი. ქრისტეს შობამდე მე-4 პირველი საუკუნეები.
ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს ოქროს ტატერები, მათი ქართული მინაბაძები, მათ შორის კოლხეთის მეფის, აკის ოქროს საფასე. ადგილობრივი ემისიის ფული, კოლხეთის მეფის, სავლაკის ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტები. კოლხეთის მმართველის, არისტრაქე კოლხის ვერცხლის საფასე, უცხოური ფული, პონტოს სამეფოს რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის საფასეები. ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველი საუკუნე. აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი, პართული დრაქმები, რომის რესპუბლიკის დენარები, პონტოს საქალაქო სპილენძის მონეტები, მათ შორის პონტოს მეფის მითრიდატე მე-6 ევპატორ დიონისეს ტეტრადრაქმა. სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის რეგიონის ქვეყნების საფასეები. ახალი წელთაღრიცხვის პირველი-მეოთხე საუკუნეები. დასავლეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი. კაპადოკიის მეფეთა და რომის იმპერატორთა სახელით მოჭრილი საფასეები. აღმოსავლეთ საქართველო, მიმოქცევაში რომის იმპერიის ვერცხლისა და ოქროს საფასეები და მათი ადგილობრივი მინაბაძები, პართული ვერცხლის მონეტები. მე-6 საუკუნის მეორე ნახევარი. აღმოსავლეთ საქართველო. სპარსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა და სპარსული დრაქმების სამონეტო ბაზარზე. ქართლის ერისმთავრების სახელით მოჭრილი ლითონის ფული, ქართულ სასანური მონეტები. პირველად საფასეებზე ქართული წარწერები და ქრისტიანული სიმბოლიკა ჯვრის გამოსახულებით. მერვე-მეცხრე საუკუნეები. არაბობა საქართველოში და არაბული ვერცხლის საფასეების დირჰემების ემისია თბილისის ზარაფხანაში. მე-10 საუკუნის 70-იანი წლები. ტაოს მეფის, დავით მესამე კურაპალატის ვერცხლის საფასე. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის სახელით მოჭრილი მონეტები სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟსა და ბერლინში, ბოდეს მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციებში. მე-11 საუკუნე. ქართული ვერცხლისგან მოჭრილი ქართულ-ბიზანტიური საფასეები, დიდი თურქობა და სელჩუკური ფული საქართველოში, ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის, მიხეილ ბარათაშვილის კოლექციის უნიკალური მონეტები მსოფლიოს სიძველე საცავეებში. მე-11 საუკუნის 80-იანი წლების დასასრული, მე-12 საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარი. სამეფო ტახტზე დავით მეოთხე. რეფორმები და საქართველო ნიკოფსიიდან დარობანდამდე, ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა, ბიზანტიურ-ტიტულიანი საფასეები, სპილენძის მონეტები მეფისა და ჯვრის გამოსახულებით, ქართული ნუმიზმატიკის უიშვიათესი ძეგლი ბრიტანეთის მუზეუმში. სავარაუდოდ თბილისის აღებისა და საქართველოს გაერთიანების შემდეგ მოჭრილი აღმოსავლური ტიპის სპილენძის საფასეები. ისტორიული მონაკვეთი მე-12 საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე. ვერცხლის კრიზისი. ქართული ნუმიზმატიკის სპილენძის ხანა, 100 წლიანი თავგადასავალი. უწესო და წესიერად მოჭრილი მონეტები, საფასეები ერთიანი საქართველოს ხელმწიფეების, დემეტრე პირველისა და გიორგი მესამის სახელით. მონეტა ხელმწიფისა და მისი თანამოსაყდრის, მეფე გიორგისა და მეფე და დედოფალი თამარის მოხსენიებით. მე-12 საუკუნის დასასრული, მე-13 საუკუნის დასაწყისი. პირველად საქართველოში და ახლო აღმოსავლეთში, ერთპიროვნული მმართველი სამეფო ტახტზე, მეფის ასული თამარი. ყბადნაფიცი ქვეყნებით გარშემორტყმული საქართველოს ოქროს ხანა, ქართული ნუმიზმატიკის მე-4 საუკუნოვანი თავგადასავალი, თამარ მეფის სახელით მოჭრილი სპილენძის წესიერი და უწესო ჭედვის მონეტები, დედოფალი დიდებული, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანის მცემელი. საფასეების ემისია გიორგი მე-4 ლაშას სახელით. თამარის ვაჟის გამეფებისადმი მიძღვნილი მონეტის თავგადასავალი, მიმოქცევაში ბიზანტიური, მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების საფასეები. მე-13 ასწლეულის პირველი ნახევარი. ხორეზმელთა და მონღოლთა ლაშქრობები საქართველოში, შემოსევების კვალი ქართულ ნუმიზმატიკაში, თბილისის ზარაფხანაში, ჯალალ ად-დინის სახელით გადაჭედილი ქართველ მეფეთა საფასეები და ეგრეთ წოდებული მონღოლური საოკუპაციო მონეტები. რუსუდან მეფის ლითონის ფული, სპილენძის მონეტები, ვერცხლის საფასეები, დრამა და ნახევარი დრამა, ქართული ნუმიზმატიკის სპილენძის ხანის დასასრული. ტრაპიზონული ვერცხლის ასპრები საქართველოში, რომის სასულთნოში, რუსუდანის ქალიშვილის, თამარისადმი, გურჯი ხათუნისადმი მიძღვნილი საფასე. მე-13 საუკუნის შუა პერიოდი, ორმეფობა საქართველოში, ორი დავითის, დავით მე-6 ნარინისა და დავით მე-7 ულუს ვერცხლისა და სპილენძის საფასეები.
კავკასიის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველო, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, იგივე ილხანთა საყაენოს ყმადნაფიცი ქვეყანა. მიმოქცევაში ვერცხლისა და სპილენძის ყაანური მონეტები. მე-13 საუკუნის 80-იანი წლები. ქართულ ჰულაგუიდური საფასეების ემისია. მეფე დემეტრე მეორე თავდადებული სპილენძის მონეტა ფელსი. მეფეების დავით მერვისა და ვახტანგ მესამის ვერცხლისა და სპილენძის საფასეები. პოსტრეფორმული ჰულაგუიდური მონეტების ემისია თბილისის ზარაფხანაში. დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი. ტრაპიზონის იმპერატორების ვერცხლის ასპრები და მათი დასავლურ ქართული მინაბაძები. მე-14 საუკუნის პირველი ნახევარი. მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალის ვერცხლისა და სპილენძის საფასეები. პოლიტიკურ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაშლილი ჰულაგუიანთა სახელმწიფო და ქართული ნუმიზმატიკის ისტორიის ახალი ფურცელი ჯელაირიდების ფულის ემისია საქართველოში. დავით მეცხრის სახელით მოჭრილი მონეტები, ოქროს ურდოს მმართველების ლითონის ფულის საქართველოს სამონეტო ბაზარზე, გიორგი მეშვიდის ვერცხლის საფასეები. ისტორიული მონაკვეთი მე-14 საუკუნის დასასრულიდან მე-15 საუკუნის 80-იან წლებამდე. თემურლენგის ლაშქრობები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და საქართველოს სამონეტო ბაზარი. ქართული ფულის მძიმე ჟამი, დაკრინების პერიოდი, ვერცხლის გაუარესებული სინჯი, მონეტებიდან გამქრალი წარწერები და გამოსახულება. საქართველოს მონარქების, კონსტანტინე პირველის, ალექსანდრე პირველი დიდის, ვახტანგ მეოთხისა და გიორგი მერვის სახელით მოჭრილი ბილუნის, ანუ სპილენძნარევი ლითონის მონეტები, უცხოური ფული, კირმანეული თეთრი, ტრაპიზონული ასპრები, შირვანშაჰების თანგები, ვენეციური უფროს დუკატები, ოსმალური აღჭები. მე-15 ასწლეულის დასასრული, მე-16 საუკუნის მეორე ნახევარი. ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ დაშლილი საქართველო. დასავლეთ და სამხრეთ საქართველო ოსმალეთის სასულთნოს, აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანის ბატონობის ქვეშ. ეროვნული ნიშნების მატარებელი საფასეების ემისიის გარეშე დარჩენილი საქართველოს სამონეტო ბაზარი. გამონაკლისი იმერეთის მეფეების, ბაგრატ მესამისა და გიორგი მეორის მონეტები. 200-წლიანი ისტორიული მონაკვეთი მე-18 საუკუნის 90-იან წლებამდე. ირანის სეფიანი და აფშარიანი შაჰების სახელით მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის საფასეები, ფულის ერთეულთა სპარსული სახელები, თუმანი, აბაზი და შაური ქართულ ენაში, ოსმალური საოკუპაციო მონეტები, ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის საფასეები, ვენეციური და ჰოლანდიური ოქროს დუკატები, ევროპული ვერცხლის ტალერები, პოლონური და ბრანდენბურგ-პრუსიული ორტები და პოლტორაკები. მე-18 საუკუნის 40-იანი წლების დასასრული. ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის სპილენძის მონეტების ემისია, 100 წლეულის მეორე ნახევარი, ახალი ეპოქის დასაწყისი ქართლ-კახეთში. ერეკლე მეორის ეკონომიკური და ფულად საკრედიტო რეფორმები, ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა, სპილენძის მონეტები ბაგრატიონთა საგვარეულო გერბით, ერთთავიანი და ორთავიანი არწივის გამოსახულებით. ვერცხლის საფასეები, სირმა ვერცხლი. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მე-12-ის სპილენძის მონეტა, საქართველო რუსეთის იმპერიაში. რუსული რუბლი, კოპეიკი და პირველი ბანკნოტები. მე-20 ასწლეულის დასაწყისი, რუსეთის იმპერიის დასასრული. კავკასიის სამეფის ნაცვლოს გაუქმება. ჯერ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტისა და შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატის ჩამოყალიბება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დროებითი ფულის ამიერკავკასიის კომისარიატის ბონის ემისია. საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი. პირველი ქართული ქაღალდის ფული, საქართველოს რესპუბლიკის ბონი, საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკის დაარსება. ოკუპაცია და გასაბჭოება. საქართველოს სამანეთო ზონაში. მე-20 საუკუნის დასასრული, 21 საუკუნის 20-იანი წლები. დაბრუნება მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ეროვნული ვალუტის შემოღების პირველი მცდელობა. პოლემიკა ქართული ფულის კონცეფციაზე, დიზაინსა და სახელდებაზე. სამოქალაქო ომი, სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში. პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი, ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტი და დროებითი ფულის ნიშანი, კუპონი. საფინანსო ეკონომიკური რეფორმები, განახლებული ფულად საკრედიტო პოლიტიკა. 1995 წლის 25 სექტემბერი, ლარის დაბადება. ეროვნული ვალუტის მხატვრული იერსახე, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი წარსულის, ქართული მეცნიერების, მწერლობის, მუსიკის, მხატვრობისა და ზოგადად მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განსახიერება.
ფულის ნიშნებზე სრულად და მასშტაბურად წარმოდგენილი ქართველი ერის საგანძური. მოიმარჯვე კალამი და ფურცელი. ჩემთან ერთად გამოწერე ქართული ანბანის მე-11 ასობგერა ლასი. ახლა ერთაღიანი მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზი ჩამოუსვი. დააკვირდი სამთაღიანი სრული ლასის გამოსახულება მიიღე. ეს ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმბოლოა. გეცოდინება მსოფლიოში 200-მდე ვალუტაა. ყველას თავისი ნიშანი, სიმბოლო აქვს. ნანახიც გექნება ხშირად ვალუტის დასახელების პირველ ასობგერაზე ერთი ან ორი პარალელური ხაზია დატანილი, რაც მას ამავე ვალუტის სიმბოლოდ აქცევს. შეგიძლია ამაყი იყო. სხვა ვალუტების გრაფიკულ ნიშნებში პარალელური ხაზები ასობგერას სიმბოლოდ გარდასახავს. ლარის ნიშანში კი ქართული ანბანის ლასის ვერტიკალური ორი ხაზი თავად ასობგერის ორგანული ნაწილია. ასე დაიბადა ქართულ ანბანში 34 ასონიშანი. ქართული ფულის 26 საუკუნოვანი ისტორია არა მხოლოდ წარსული და აწმყოა, ეს არის გზა ძლიერი საქართველოს მომავლისკენ. ქართული ფულის ამბავი არ სრულდება. ავტორთა ჯგუფი. თავგადასავალი გრძელდება.